ხალხის ძალის წევრი ეკა სეფაშვილი სარაევოში დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებით სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია თითქოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. მისივე თქმით, თავად ევროკავშირმა და ევროკომისიამ შეწყვიტეს დიალოგი ქართულ მხარესთან. საქართველოს მტკიცედ ერთგული რჩება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის. ჩვენ ასოცირების შეთანხმების დაახლოებით 70%-ზე მეტი შევასრულეთ. აღსანიშნავია, რომ ასოცირების შეთანხმება არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ევროკავშირის მხარის ვალდებულებაცაა. მანაც უნდა შეასრულოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები. შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ ევროკავშირი ფაქტობრივად არ ასრულებს თავის ვალდებულებებს. გულისხმობ დიალოგის პროცესს, რომელიც ევროკავშირის კომისიის მხრიდან შეჩერდა. 2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთადერთი რაც მოხდა იყო ის, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ვერ გამოეყენებინათ ევრობიუროკრატებს, როგორც ინსტრუმენტი ქართული საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის მიმართ პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად და განვაცხადეთ, რომ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე არ მოვითხოვდით. იმიტომ, რომ ჩვენ ვთქვით, მოლაპარაკებების დასაწყებად მხოლოდ 2028 წელს ვიქნებით მზად, რადგან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების სრული სპექტრი ამ დროისთვის შესრულდება. მანამდე თავად ევროკავშირმა განაცხადა, რომ გაფართოებისთვის მზად არ იქნებოდა 2030 წლამდე. ამიტომ ძალიან ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკებების პროცესი მხოლოდ 2028 წელს დაგვეწყო. მაშინ, როდესაც ასოცირების შეთანხმებას სრულად შევასრულებდით და თავად ევროკავშირი იქნება მზად წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად და გაფართოებისთვის, რათა კიდევ ერთი ქვეყანა ჩაერთოს ევროპის ერთიან ბაზარზე.